გამარჯობა საქართველო. მე ამიტომ გაგაცნოთ სოფლიოში ყველაზე ძვირი ნუში, რომელიც შევიძინე გუდულში. ფასი არ ეწერა. ეს არის ნუში. რა უნდა გედეს თქვენი აზრით? ან არ ეწერა, მოკლედ 100 გრამია რა. აი რა უნდა გედეს თქვენი აზრით ეს ნუში? როგორც 42 ვარ. ფასი არ ეწერა დახზე, ანუ ხშირად არის ხოლმე რომ ფასები არ ეწერია დახზე. და ნუ მეთქი რა უნდა გედეს, ხა ჩავაგდე რა. და ეხა იმდენად მაღალი ფასია რომ ანუ გიჟი უნდა იყო რა გადაიხადე ხო ხდება. ასე რომ დღეს გავიცან სოფლიოში ყველაზე ძვირიანი ნუში. შვეიცარიაში კი ეგეთ ფასები არ არის. ნუში შეიძლება იყოს მაქსიმუმ რაღაც ლარებში გადაიყვანო 30-35 ვარი. რაც უნდა ბიო იყოს. თუ გვინდა რომ დავალაგოთ სიტუაცია და დავალაგოთ იმ კუთხით რომ ხალხის ხელში იყოს ძალაუფლება და ესეთი რაღაცები არ ხდებოდეს, რა ზოგიერთ მომწერა რომ რა სახელმწიფოს ბრალიაო რომ ფასი ესეთიაო. სახელმწიფოს ბრალია ყველაფერი რაც ხდება საქართველოში. მათ შორის ხელფასები არის 15-ჯერ დაბალი ევროპულზე, მათ შორის ფასების კონტროლი არ არის და ეს არის ფაქტიურად როგორც უნდა ისე მართავენ ფასების საფასო პოლიტიკას. ანუ იმის თქმა მინდა რომ კორუფციით იწყება ყველაფერი. კორუფცია ზევით არის, ყველაფერს ედება და ყველა როგორც უნდა ზოგი იქ აფთიაქში დაადებს 1000%-იან მარჟას, ზოგი თქვა ბანკები ესე პარტაშობენ, ხო არა, ამხელა პროცენტია. ეხლა დაუკლეს პენსიონებს რაღაც პროცენტი, ნუ აბოლებენ რა, ისე 26%-ამდე დატოვეს რეალური ეფექტური, წლიური, ხო? აი ეს არის რაც ხდება ჩვენს ირგვლივ, ამიტომ ერთადერთი გამოსავალი ხდება არის გაერთიანება. და ეს გაერთიანება მე შემოგთავაზებ და კიდევ ერთხელ გავიმეორებ რაში მდგომარეობს. მოკლედ ბანკებს ეშინიათ ჩვენი. თუ ჩვენ გავერთიანდებით და 10% მაინც ხალხის გადაწყვეტს რომ მაგალითად ანაბარი გამოიტანოს უკან და უძრავქონებაში ჩადოს, ბანკებს შეექმნება სერიოზული პრობლემა. ან დადეფოლტდება მეორე თვეს. ერთ თვეში დადეფოლტდება ფაქტობრივად, იმიტომ რომ ეროვნული ბანკი აძლევს ბანკებს საშუალებას, რომ ანაბრების 90%-ის ცეცხლად გაუშვას. რასაც აკეთებენ ბანკები. შესაბამისად, მხოლოდ 10% უდებს ანაბრების. რომ მოხდეს 100%-ზე მეტი მოთხოვნა თანხის ერთდროულად, მეანაბრების მხრიდან, ბანკი დადეფოლტდება. ასევე ამას რომ დაემატოს, რომ სესხებლებმა პროტესტი გამოაცხადოს მაღალ პროცენტზე, რომელიც არის 5-ჯერ მაღალი ევროპულზე და 15-ჯერ დაბალი გვაქვს ხელფასები. ჩვენი პროგრამა შეგახსენებთ, რომ 6%-ამდე დაიწევა სესხი ჩვენი პროგრამით, რაც ძალიან რეალურია. და ჩვენ გავაპროტესტოთ და არ გადავიხადოთ 2 თვე სესხით. მესამე თვეს ბანკი დადეფოლტდება. ამიტომ ამისთვის ეს იდეა რომ განახორციელოთ, ჩვენ გვჭირდება 200,000 ადამიანი. დღეს 159, ამიტომ უნდა გამოიწეროთ გვერდი, გააზიაროთ, რომ მალე გავხდეთ, ან 9 აპრილამდე მაქსიმალურად ბევრი უნდა გავხდეთ, რომ ჩვენ გავაჟღერებთ კიდე შემდეგ ნაბიჯს, რომელიც უკვე შეკრავს სტრესს იმისთვის, რომ ჩვენ ხელში გვეჭირება სისტემის გარკვეული ბერკეტი. თქვენი გაერთიანებით 200,000 როგორც გადავწდებით, ჩვენ უკვე შეგვიძლია ბანკებს და სახელმწიფოს წარუდგინოთ რამოდენიმე მოთხოვნა. თუ ამას არ გააკეთებენ, მაშინ ბანკები დადეფოლტდება. ჩვენი მიზანი რა თქმა უნდა არ არის ეკონომიკის ჩამოშლა და ბანკების დადეფოლტება, ეს უბრალოდ იქნება იმისთვის, რომ ჩვენ დავენახოთ, რომ ჩვენ ვართ ეს რაოდენობა 200,000 და ჩვენ ამას გავაკეთებთ, თუ საჭირო გახდა. მაგრამ ჩვენი მიზანი კიდევ ერთხელ ეს არ არის. ჩვენი მოთხოვნებია რამოდენიმე, თავარი არის რომ ბანკების პროცენტი დაიწევს 6%-ამდე, რაც საკმაოდ რეალურია. პროცენტის დაკლებასთან ერთად გვაქვს მოთხოვნა, რომ შეჩერდეს გამოსახლებები და ასევე გამწვანდეს ის გაშავებული ხალხი. იმიტომ ეს ხალხის ბრალი არ არის, ეს რო ვერ იხდის, ეს ადამიანის ბრალი არ არის, ეს არის სისტემის ბრალი, რომელიც ამ გაჭირებულ ხალხს ამ ხელა პროცენტს არ იცხავს. ესე დაბალი შემოსავლის პირობებში სახელმწიფო ადგა შესაბამის მოწოდების სიმაღლეზე და ამიტომ არის რომ ყოველ მეათეს პრობლემა აქვს დღეს ბანკში.